როგორ მოხდა შესაძლებელი, რომ ეს ხდება ამერიკაში? ტრამპმა ორივე და მოიგო და ორივე სხვა ხსნები აქვს. განსაკუთრებით როცა ეუბნება ჩინელებმა წაგართვეს ქარხნები, მექსიკელებმა წაგართვეს სამუშაო ადგილები. იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ხო უცხოელს დააბრალო ყველაფერი. მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ძალიან დიდი სკანდალია. რესპუბლიკურ პარტიაში არის სერიოზული ესკალაცია რამდენიმე ჯგუფს შორის. ანუ რუბიოს ვენსი აჯობებს? პრაიმერისში კი აუცილებლად. თემა, რომელმაც ასევე გაყო რესპუბლიკური პარტია, ეს არის ეპშტეინის ფაილები. ერთ დღეს იძახიან რომ ვინც არ გამოაქვეყნოს და მეორე დღეს რას ქვია გამოაქვეყნოთ. ხალხი ამაზე ბრაზდება. ნუ აი მე მგონია რომ ჩემი ძმა მოკლესო და მე მგონია რომ რაღაც ტრამპმა ნებართვა გასწავლა. ამ ადამიანებს უბრალოდ მოკიდეს ხელი და გააგზავნეს ჯოჯოხეთში. რომელი ხდება ეს ყველაფერი იმით რომ ძალიან არახუმანურად ექცევიან იმიგრანტებს. ხო, ქართველები ძალიან შეშინებულები არიან. რობ რაინერი რო გარდაიცვალა, რაღაც ესეც წერს რომ იმის გამო რომ მე ვძულდი მას, ამის გამო მოვიდა მას რაც მოვიდა. მოწონების რეიტინგი, approval rating ჩამოვიდა 40 ქვემოთ, რაც ყოველთვის არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი. ფავორიტად 28 წელს რომ მოიგოს დემოკრატების პრაიმერის ითვლება ნიუსონი. წინა ხალხო რა ვიცი, რობ რაინერის ფილმი ნახეთ ყველამ, პრინცეს ბრაიდი ყველაზე კარგი ფილმია.